მშვიდობისა საქართველო რადიო იმედი გესალმებათ და როგორც ყოველ ორშაბათს შესაძლებლობა გვაქვს რომ ამ დროიდან მომდევნო 20-25 წუთის განმავლობაში ერთად გავარკვიოთ როგორი ასტროლოგიური კვირა გვექნება თითოეულ ნიშანს ბატონი მიხეილ ცაგარელი უკვე ადგილზეა და მზად არის იმისთვის რომ მოგვაწოდოს ეს ინფორმაცია. მშვიდობისა, მოგესალმებით ჩემო კარგებო, ბედნიერ დილას, ბედნიერ დღეს და ბედნიერ კვირას გისურვებთ ყველას და გასაკვირად წინ უნდა მოგილოცოთ დრაკონის ახალი წელიწადი და მინდა აქვე გითხრათ რომ ზოგიერთები გვარს არ დავასახელებ, მაგრამ ფენშუისტები ძირითადად გვირევენ სიტუაციებს. აგვირიეს გუშინ და დღევანდელი დილის ეთერიც ესე დავიწყეთ, ამ უნდა მოგილოცო, თუ არ უნდა მოგილოცო. ამიტომ უნდა გაგარკვიოთ ამ ამბავში ფენშუის თავისი განზომილებები, მათი ასე ვთქვათ ხედვით უკვე დაიწყო ის ასე ვთქვათ მათი ახალი წელი, მაგრამ სიამოვნებაში ესე არ არის. თორე ჩვენ ვსაუბრობთ აღმოსავლურ ასტროლოგიაზე, აღმოსავლური ასტროლოგიის მიხედვით და არა აღმოსავლური ფენშუის მიხედვით. ამიტომ ფენშუისტებმა როცა ამას ამბობენ, უნდა დაუმატონ ფენშუის პრინციპების და მიხედვით ახალი წელი იწყება ამ დროს და გილოცოთ. მაგრამ არა ასტროლოგიის მიხედვით. აღმოსავლური ასტროლოგიის მიხედვით ახალი წელი გვეწყება ჩვენ 10-ში. მე-13 ახალმთვარეობაზე ამას წყალი არ გაუვა. გასაგებად ყველგან ახსნილია ის, რომ მე-13 ახალმთვარეობაზე იწყება არაჩინური, არამედ აღმოსავლური, სწორად დავარქვათ, ახალი დრაკონის წელიწადი, ხის სტიქიის და მწვანე ფერისა. დათოც ამიტომ მწვანე ფერშია უკვე წელიწადი. გავიგეკაცო ეს ახალი წელზე მომდიოდი გადაცემაში. ამიტომ არა, ფენშუის პრინციპების სხვა არის და აღმოსავლური ასტროლოგიის სხვა არის, აქვს რაღაცა საერთო პრინციპები, მაგრამ მაინც განსხვავებები მათ შორის საკმაოდ დიდი. ამიტომ ჩვენ ვილოცავთ, მე როგორც ასტროლოგი, აღმოსავლური ასტროლოგიის და მიხედვით დრაკონის წელიწადის დაწყებას. და ის ყველაფერი, რასაც ჩვენ საუბრობდით წლის ბოლოს, წინა წლის ბოლოს, ეს ყველაფერი აქტუალურია, მათ შორის იგივე როგორ შევხვდეთ მომავალს, რა ფერებია და ეს ყველაფერი აქტუალური იქნება 10-ში, შაბათ დღეს. ხო, აქედან იწყება დრაკონი, მისი ძალა, ენერგია, კეთილშობილება, ოპტიმიზმი, ყველა ის შესაძლებლობები, რასაც ჰქონდა საუბარი, ეს ყველაფერი 10 რიცხვიდან, იმიტომ რომ აქამდე ჯერ კატაკურდღლის წელიწადია. ამიტომ გავითვალისწინოთ ესე იგი გამოვიღოთ ისევე ჩვენი კატაკურდღელი და დავსვათ მაგიდაზე თუ შევდეთ მაშინ რა ქვია თაროში ან სოროში თუ გავუშვით და 10 რიცხვში დავემშვიდობებით მადლიერებით დრაკონი ხო ეხლა ჩემო კარგებო გავითვალისწინოთ რომ რადგან მაინც ახალმთვარეობაა ახალმთვარეობა მაინც ცოტა მძიმე დღეა მართალია ჩვენ უნდა ოპტიმისტურად შევხვდეთ აუცილებლად შაბათ დღეს თელი დღე ეცადეთ რომ არავითარ დეპრესია ცუდი აზრები და შემდგომ არ გაიელოთ იმიტომ რომ თელი წელი გავა ის რაც შეიძლება დადებითი განწყობით, მაგრამ რადგან ახალი მთვარე, ეცით რომ ახალი მთვარე მაინც ცოტა მძიმე დღეა ენერგეტიკული კუთხით, მზის და მთვარის შეერთება ხდება მერწყული ზოდიაქოში და ამიტომ მაინც გვმართებს შაბათ ცოტა მეტი სიფრთხილე. ჯანმრთელობის მიმართ თუ რამე პრობლემა იგზავნეთ გეომაგნიტურია მაინც ეს დღე, აუცილებლად წამბლის პროფილაქტიკა ცოტა მეტად დაასვენეთ საკუთარი თავი, დადებით ადამიანებთან ურთიერთობა, ოპტიმიზმის განწყობა, იუმორი, ხელოვნება, რაც შეიძლება ახლო ამ სფეროებთან, რათა ოპტიმიზმა უფრო მეტად განავითაროს თქვენ შეიძლება ბუნებასთან კონტაქტი ძალიან კარგი იქნება ამ დროს და აუნიშნოთ რომ ესე იგი აქ ტრაუმულაურული ტენდენციები მაინც მაღალია არავითარ კონფლიქტებში არ შეხვიდეთ შაბათი ეცადეთ რომ ძალიან კარგად შვიდად სტაბილურად გაიაროთ რომ მთელი წელიწადი იყოს ესეთი ამას მეაქცევთ ყურადღება და ჯანმრთელობასაც სათვალოდო ყურადღება განსაკუთრებით სუსტება აქ ნერვული სისტემა ხედველობის ზონა ძალიან უგადაღლით თვალებს ესეც გავისპალცინოთ და ჯობია შაბათს თუ მაინდამაინც ფეხზე დიდხანს არ ვიდგეთ ჯობია ვიაროთ ვიდრე ვიდგეთ რომ ვენები და ეს ზონა ფეხის კუნთებისა სუსტება ამ დროს ეხლა რაც შეეხება კიდევ ერთ მოვლენას რომელიც ისევ მერწყულთან გვაკავშირებს ეს უკვე ხვალიდან რეალურად პლანეტა მერკური გონების მმართველი პლანეტა გადაინაცვლებს ასევე მერწყული ზოდიაქოში იქ მას ხდება პლუტონი ხდება მზე და ეხლა ცოტა ხანში იქ კვირაში უკვე ვენერა და მარსი შეუერთდებიან ასევე და იქნება მთელი აღლუმი პლანეტებისა მერწყული ზოდიაქოში ამიტომ მერწყული ძლიერდება მერწყული კი რას გვაძლევს თავისუფლების მოყვარეობას დემოკრატიულ საწყისებს მეგობრული კონტაქტების განვითარებას აღლიერებს გონება-מחვილობას ადამიანებში სიახლეებისა და რეფორმებისადმი განსაკუთრებულ მიდრეკილებას და ამატებს ის ტრაფეს. სულ აი მატულობს ადამიანებში სწრაფად გაკეთების სურვილი. აი ეს ტენდენციები ზოგიერთისთვის იქნება ცოტა საჩუთი რო ამ კვირის განმავლობაში ზედმეტი სუსტრაფობა და ამას ვისაუბრებთ ახლა ვის და როგორ. აი ეს ორი მოვლენაა, მაგრამ კიდევ ერთი მოვლენა რომელიც ნაუშვეთ აუცილებლად ეს არის რა დედამიწის პოზიტიური ენერგოველი. ძალიან გვეხმარება ამ კვირაში. რატომ? იმიტომ რომ 3 დღე 9, 10, 11 როცა ჩვენ გვაქვს ახალმთვარეობა წინა
დღე და ამის შემდეგ დღე საკმაოდ პროვოკაციულია და რთულია. აქ სხვა პროვოკაციებს არ აყვეთ, ეცადეთ და მაქსიმალურად გავაფრთხილდით ეს 3 დღე ერთმანეთს, იმიტომ რომ აქ რა პრობლემები გვექნება თითოეულს შანს ამაზე კიდევ ვისაუბრებთ. ამიტომ პირველი ნახევარი კვირისა კარგია, დადებითი ენერგოველი გვაძლევს საშუალებას, რომ შედარებით შვიდად გავიაროთ ეს პროვოკაციული 3 დღეც კი. თუმცა რაღაცა გაქვთ ახალი იდეა, პროექტი, შეხვედრა, მოლაპარაკება, ეს ყველაფერი ჯობია პარასკევამდე განვახორციელოთ, მაგრამ ის რომ პოზიტიური ენერგოველია, გაცილებით უკეთესია, იმიტომ რომ დაუშვათ თუ ავად ხდებით, შედარებით ადვილად გადაიტანთ. თუ რამე პრობლემაა, შედარებით ადვილად გადაწყვიტავთ. და ეხლა რო ყოფილიყო დედამიწა უარყოფით ენერგოველში, გაცილებით მძიმედ გავივლიდით ამ პერიოდს და განსაკუთრებით აი 3 დღეს პარასკევს შაბათ-კვირას. ამიტომ ეს გვაძლევს მაინც საშუალებას, რომ შედარებით შვიდად გავიაროთ, აი 3 დღე განსაკუთრებული რთული, ამიტომ კიდევ ერთხელ ავუშვათ, 2 ნაწილად გავყოთ ეს კვირა. ესე იგი პარასკევამდე და პარასკევის შემდგომ. პარასკევის შემდგომ პერიოდი რთულია, დაძაბულია, პროვოკაციული და მაქსიმალურად ხილად გავიაროთ იგი. ყოველგვარ პროვოკაციებს არ აყვეთ. იქამდე გამოვიყენოთ მაქსიმალურად. ეხლა ცალკეული ნიშნები და მათი პერსპექტივები ამ კვირაში და სად არის წყალქვეშა დინება იმ 3 დღის განმავლობაში მათთვის და სად პოზიტივი. ვერძი დავიწყოთ, ვერძი ახლა ძალიან აქტიური, ენერგიულია, ქარიზმატულია, მიმზიდველია, კარგი ლიდერია, ხელმძღვანელია. ყოველ შემთხვევაში წარმატების ფაქტორი აქ ძალიან მაღალი, თან რეფორმატორია, სულისკვეთება, სიახლეებისადმი აქ მაღალი. ამიტომ ახალი ნაცნობობა, ახალი მეგობრული წრე, ძველი ურთიერთობების გაუმჯობესება, ახალი პროექტები, აი ამ პროექტებს უნდა სწორედ ყურადღება. როდის 9-11 ამ დღეებში რატო? იმიტომ რომ შეიძლება გარემოც მომიაწოდოს ესეთი პროექტი, რომელიც იქნება ძალიან საინტერესო, მიმზიდველი, მაგრამ არაფრის მომცემი და წამგებიანი. ამიტომ იყოს თხვილად, იმიტომ რომ თან ცოტა სულსტრაფობა მატლობს და უნდა უცებ და ეს საინტერესო პროექტი შეიძლება უცებ აენთოს ამაზე. ვერძებო 9-ში, 10-ში, 11-ში ახალი პროექტების მიმართ განსაკუთრებული სიფრთხილე. რო აქ შეცდომა არ დაუშვათ, რომ სხვა მხრივ პერიოდი კარგია, ფინანსური კუთხითაც, კარიული განვითარების კუთხითაც შეიძლება ბიზნეს საინტერესო პარტნიორობა ჩამოყალიბდეს კი, მაგრამ აი 3 დღეში არ გააფუჭოთ იმით, რომ თქვენ გეჩქარებათ რაღაც საინტერესო მიმზიდველი პროექტია და კარგად არ გადახედეთ და პრაგმატულად არ გაიაზრეთ. აი ამას მეგწევთ ყურადღება. ანუ კოსმოსი მოდი ასე ვთქვათ, რომ ყველა ნიშანს აი 3 დღის განმავლობაში გარკვეულ კოსმურ გამოცდას უწყობს. აი ვინ როგორ იმოქმედებს, ამის დამიხევით კვირა ექნება მთლიანობაში კარგი ან ცუდი, იმიტომ რომ თქვენ შეიძლება ხა კარგად დაიწყოთ დღეიდან, შენი რა წარმართოთ რაღაც იდეა, პროექტი, ურთიერთობა და ბოლო 3 დღე ყველაფერი შეაფლავო და გააფუჭოთ. აი ამაზე ლაპარაკი, რომ აი 3 დღეს ფრთხილად გავიაროთ და მთლიანობაში კვირას მისცე დადებითი ელფერი. ეხა კუროს, აი ახლა ის რაც ჩვენ აღვნიშნეთ, რომ დედამიწა პოზიტიური ენერგოველშია. გვეხმარება. მათ შორის კუროებს და ყველა ამ ნიშანს, ვისაც ახლა პერიოდი უნდა კონდეს ძალიან ცუდი. არა გვაქვს ესეთი ცუდი. რატო? იმიტომ რომ აი ენერგოტონუსი ახლა გვაქვს დაბალი. კურო ძალიან ცუდად გზნობს თავს, როცა მზე გადის მერწყულის ზოდიაქოში, იმიტომ რომ ენერგოტონუსი გვაქვს აქ ძალიან დაბალი. მაგრამ ახლა ამას ვერ გზნობთ, რატო? პოზიტიური ენერგოველია. აი ახლა რა ყოფილიყო ნეგატიური ენერგოველი, კურო ექნებოდა ახლა ნახევრად ასე ვთქვათ მიძინებულ მდგომარეობაში. და ახლა არა ვართ მოსე, თუმცა მაინც უნდა გავაფრთხილდეთ ჯანმრთელობას, უნდა გავაფრთხილდეთ იმას, რომ მეტად გამოვიძინოთ, რომ კარგად ვიაზროვნოთ და არ გადავიღალოთ, რომ შეცდომები არ დაუშვათ გადაღლის ფონზე, ეს უდავოა, მაგრამ შედარებით აი წინა პერიოდებთან, როცა დედამიწა ამ დროს ვარობით ველში იყო და თან მზე გადიოდა მერწყულს, შედარებით ახლა სტაბილურად ვართ ყველა ეს ნიშნები, რომელსაც ახლა პრობლემური პერიოდი უნდა კონდეს და უფრო მეტიც საქმიანი წარმატებების შანსი გვაქვს მაღალი ამ პოზიტიური ენერგოველის გამო დედამიწისა. ამიტომ კუროს არ აქვს უფლება გაჩერებისა, იმიტომ რომ აქ შეიძლება იდეების, პროექტების რეალიზაციას მოახდინოს პროფესიონალური წინსვლისთვის გადასწავლები პერიოდი, აქ შეიძლება თავისი პროფესიონალიზმი უფრო მაღალ დონეზე აიყვანოს, მოაწონოს თავი ხელმძღვანელ პირებს და მათგან ძალიან საინტერესო წინადადებები მიიღოს, რაც მის ასევე კარიერულ წინსვლას განაპირობებს. და შეიძლება ეს სწავლა, ინფორმაციის მიღება, რომელიც ახლა მოხდება მის ცხოვრებაში, ასევე ხელშეუწყობს შემდგომ კარიერულ განვითარებას. ამიტომ პერიოდი მთლიანობაში კარგია, უდავოდ. მაგრამ ამისთვის საჭიროა რა? არ გადაღლა. აი ეს არის მნიშვნელოვანი, იმიტომ გადაღლის მდგომარეობაში უკვე შეცდომების შანსი მოემართებს. და ის 3 დღე განსაკუთრებით ხილად გავიაროთ. რატო? აქ ემატება კუროს ის, რაც არ ახასიათებს სულსტრაფობა. აი 3 დღეში ყველაფერი უნდა უცებ. აი ეს მატულობს კოსმოსი ამ სწორედ სუნების წინაშე აყენებს და ნუ ჩქარობ თქვენი პრინციპი 7 ჯერ გაზომ ერთხელ გაჭერი. აი 3 დღეში გჭირდებათ 2 მაგათ, რომ შეცდომები არ დაუშვათ.
ეხლა რაც შეეხება ტყუპებს, ტყუპები ხა ძალიან აქტიური ენერგიული ინიციატივიანი ამუშავეთ, ამოგზაურეთ, მოგზაურობისთვის საუკეთესო პერიოდია. უცხოენების ასათვისებლად უცხოელებთან აქტიური კონტაქტები, მრავალფეროვანი შეხვედრები, მოლაპარაკებები, ცოდნის ბაზა საფართოებს, საინტერესო ინფორმაცია შეიძლება მიიღოს. აქ უფრო მეტი შეიძლება გაიცნოს უცხოელები, რომელიც შემოთავაზებენ ძალიან სერიოზულ ფინანსურ დაფინანსებას, რაც გააფართოვებს სპექტრს მათი მოქმედებისა და შესაძლებლობების. ეს ყველაფერი კარგია, უდავო წარმატებული ეს ნიშანი ამ კვირაში, მაგრამ აი ვნახოთ 9-10-11. რა პრობლემას უქმნის მას? ისევ და ისევ, რაც კუროს აქ აქვს ზუსტად იგივე. რა ნევროზული მოუსვენრობის ფონზე მოჭარბებული ენერგიიდან გამომდინარე სულ სწრაფია. უნდა უცებ 7 საქმე და ერთად. არ გამოვა შესწავლას დაუშვებს. ამიტომ ის 3 დღე ვიყორ თხილად. მithumet ეს მერყეობაც მოიმატებს იმ პერიოდში შინაგანი გაორება და აი რომელ გავაკეთო ეს თუ ის თუ ეს იქნება ჯობია, არა იქნება ჯობია და აი აქ ნერვულ სისტემასაც თუ დღეს ჩააგდებს და საქმე შეიძლება სერიოზულად გააფუჭოს. ულეგრი არ არიან ტყუპები. ხო, მაგრამ ახლა გავორმაგებული აქვთ ეს. აი 3 დღე პროვოკაციული და მაცუნებელი რატოა ეს უძლიერდებათ. და აქ შეიძლება საკუთარი თავიც გააგიჟონ და სხვები. ამაზე ელაპარაკი რომ 7-დან. აქაც 7-ჯერ გაზომბერთხელ გაჭერი კუროს პრინციპი ტყუპებსაც გამოდგებათ. ეხლა რაც შეეხება კირჩხიბებს. კირჩხიბების ერგოტონუსი დაბალია, მაგრამ ამას ესენი ვერ იგრძნობენ, როგორც კურო, იმიტომ რომ პოზიტიური ენერგოველი აძლევს საშუალებას, რომ მეტნაკლებად საღათი აზროვნ და კარგად იმუშაონ, მაგრამ მაინც ძალიან უგადაღლებიან. დრო და დრო დაასვენონ საკუთარი თავი, ეს იქნება უკეთესი მათივე საქმისთვის, იმიტომ რომ საქმიანი კუთხით წარმატების ფაქტორები უდავთ არის. ეს ის პერიოდი, როდესაც შემოქმედებითი კუთხით შეიძლება საინტერესო იდეები განახორციელოს. აქ შეიძლება მოდი ამშვიდ რომ კონდეს ძალიან კარგი შეთავაზებები, მათ შორის ახალი პროექტები, ახალი წენებები პროფესიონალური განვითარების კუთხით, ბიზნეს, ერთობლივი საქმიანობის ჩარტვის კუთხით კი ეს ყველაფერი არის, რაც ფინანსურ მდგომარეობასაც გაუმჯობესებს და განწყობასაც სასიკეთოდ შეუძლის, მაგრამ კირჩხიბებო, ნუ გავიწყდება 9-10-11 აქ ჩვენ გვაქვს არა მარტო დრაკონის ახალი წელიწადი, არამედ ახალმთვარეობა, რომელსაც თქვენ ძალიან მძიმედ გადიხართ. ეს 3 დღე პროვოკაციული და ფრთხილად გავიაროთ თქვენს გაქვთ. აქ პრობლემები რასთან დაკავშირებული პირველ რიგში, როგორც კუროს, ასევე თქვენს. ყურადღებას ჯერთის უსწრაფობისადმი ნუ ჩქარობთ რატო? იმიტომ რომ აქ მოვა ესე წინადადებები, რომელიც მოხიბლავთ. მაგრამ მე აღმოჩნდება რომ ეს არის ფუჭი და არაფრის მომცემი, ტყუილი, ფეიკი. ამიტომ ნუენდობით ადვილად მიღებულ ინფორმაციას, ნუენდობით აქ შემოსულ ახალ ადამიანებს თქვენს ყურებაში, რომელიც შემოიტანენ ან მასწუნებელ წინაბობებს, ყველაფერი გადაამოწმეთ. რამდენად ღირს ამაზე საერთოდ ფიქრიც კი. თორე დაწყება რომ 3 დღეში არავითარი იდეის არ შეიძლება ეს ფაქტია. ფიქრიც კი, რამდენად გიღებთ. რო აქ შეცდომ არ დავუშვით. არ მიიღოთ ის გადაწყვეტილება, რომელიც იქნება პრობლემური. ლომის ზოდიაქოს რაც შეეხება, ძალიან აქტიურია, ქარიზმატულია, ენერგიულია, კრეატიულია, კარგი ლიდერია, ხელმძღვანელია, ბევრი რამ შეიძლება განახორციელოს. ეს არის პერიოდი, როდესაც შესაძლებელია ძალიან საინტერესო ურთიერთობების ჩამოყალიბება, როგორც უცხოელ პარტნიორებთან, ასევე ხელმძღვანელ პირებთან. ეს ის პერიოდი, როდესაც შეუძლია მასსაც გამოავლინოს შემოქმედებითი შესაძლებლობების, სხვა შორის ბიზნეს კუთხით კარგი პერიოდია. მატერიალურ მდგომარეობა შეიძლება გაუმჯობესოს, პროფესიონალურადაც წინ წავიდეს. ანუ შანსები ყველა დონეზე აქვს, მაგრამ წყალქვეშა დინება 9-10-11 თებერვლის მიმართ. ყურადღება განსაკუთრებით საჭირო რატო? შეიძლება აღმოჩნდეს კრიტიკის ქართლში პარტნიორთან მხრიდან. მათ შორის შეიძლება იყოს სასკوارლო პარტნიორი, შეიძლება იყოს ბიზნეს პარტნიორი. აქ ნუ იქნება ზედმეტად ხისტი, ნუ აყვებით ამ პროვოკაციებს და არ შექმნათ კონფლიქტი. ადორე ეს ყველაფერი წყალში ჩაგეღრით აი იმ წარმატებებს, რომელსაც წინა პერიოდში მიაღწევთ. და აღნიშნოთ ქალწული. ქალწული ისევ და ისევ შეუპოვარია, მებრძოლია, უშიშარია, არაფერს არ თმობს, პრინციპულად იცავს საკუთარ წესებს და კანონებს და პრინციპებს, ისე როგორც წინა კვირაში. ამიტომ არავის აფს არ დაუთმობს და ძალიან მებრძოლია. მიუხედავად იმისა, რომ ერგოტონუსი დაბალი აქვს, მაინც ჭირდება დრო და სვენება, მაგრამ მისი შეუპოვრობა, მისი ავტორიტეტის ზრდა, რომელიც აქ მოსაოდნელია, ძალიან გაღიზიანებს კოლეგებს და ხელმძღვანელ პირებს. ამიტომ აი 3 დღე პარასკევი, შაბათი, კვირა თუ თქვენ გაქვთ ურთიერთობა, ნუ გექნება ცხავედია კოლეგებთან ხელმძღვანელთან, რაც შეიძლება მეტი ტაქტი თავდაჭერეთ, მათი მხრიდან კრიტიკის ქარცელში შეიძლება მოხდეთ. ამიტომ თავარია როგორ უპასუხებთ, რომ აქ არ დაძაბოთ ზედმეტად სიტუაცია და თუ გეძლევათ იმის საშუალება, რომ ეს 3 დღე მაგალითად გაატაროთ მოგზაურობაში, ან თუ
თუნდაც რაღაც მივლინებაში რაღაც ეს ადგილებში შორს იყოთ ამისგან უკეთესი იქნება გვერდსაულით ამ ნეგატიურ ტენდენციებს ახლა რაც შეეხება სასწორი ძალიან ეფექტურია ძალიან წარმატებულია გონება מחვილია გენერირება აქვს საინტერესო იდეებისა და ძალიან კონტაქტურია მრავალფეროვანი შეხვედრების პერიოდია კონკურსებში ლატარებში წარმატების მიღწევის დროა აუმჯობესებს ურთიერთობებს იგივე დავუშვათ შვილებთან როგორც პედაგოგი იქნება ძალიან კარგი შემოქმედი მშვენიერი ბიზნეს კომერციული კუთხითაც კი ძალიან კარგად შეუძლია საინტერესო იდეების ჩამოყალიბება რეალიზაცია მაგრამ აი 3 დღე 9-11 თებერვალი მისგანაც ითხოვს ყურადღებას რატო? იმიტომ რომ აქ არის ესე ტენდენცია რომ შეიძლება მოულოდნელი ცვლილებები მოხდეს. ახლა ნუ დაგვაეცდება რომ მაინც მზე გადის მოულოდნელობების ნიშანს. ანუ მერწყულ სადაც ყველაფერია მოსაოდნელობით მოხდეს პროვოკაციულ პერიოდში. აქ შეიძლება მზად არ იყოს იგი მოულოდნელი ცვლილებებისთვის რომელსაც აქ სამყარო მისგან მოითხოვს. და ამის შედეგად შეიძლება აღმოჩნდეს ისევ კონფლიქტში მათ შორის პარტნიორებთან ან თავისი უსწრაფობიდან გამომდინარე შეცდომები დაუშვას და არასწორი არჩევანი გააკეთოს. ამას მოგწევთ ყურადღება იმ 3 დღის განმავლობაში. მორელს რაც შეეხება ენერგოტონუსი დაბალია, ამიტომ ცოტა მეტი გამოძინება დასვენება ჭირდება უდავოდ, მაგრამ არა ისე მძიმედ გაივლის როგორც სხვა დროს მაგალითად შედარებით მაინც შეუძლია მოაგვაროს საყოფაცხოვრებო საკითხები სხვა შორის დიზაინი გაალამოზოს სახლში სარემონტო სამშენებლო საქმიანობისთვისაც კი კარგი პერიოდია ონ გადაღლის გარეშე ვიმეორებ და ამასთან ერთად ეს არის პერიოდი როდესაც შეიძლება ძალიან საინტერესო ახალი პარტნიორების მხრიდან სხვა შორის წინადადებები მიიღოს აი ეს იქნება მასტიმულირებელი მათთვის რომ უფრო მეტად აინთება ამ წინადადებები და უფრო მეტად შეერთება რაღაც საინტერესო პროექტების სფეროში აქ შეუძლია სხვა შორის გარკვეული ახალი იდეები განახორციელოს, ახალ საქმეში ჩაერთოს, შეიძლება სამსახურიც კი გამოიცვალოს, ამ შესაძლებლობები პოზიტიური შანსების აქ უდავოდ აქვს. მაგრამ გავითვალისწინოთ ახლა ერთი დეტალი, რომ აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კარგი ურთიერთობები გქონდეს ახლობლებთან, ნაცნობებთან. არადა მათთან დაძაბვის ტენდენცია 9-ში, 10-ში და 11-ში მატლობს. ამიტომ აქ მემკვიდრეობის საკითხები არ გადაწყვიტოს და ცოტა მეტი ტაქტი დიპლომატია გამოავნოს სწორედ ახლობლებთან მიმართებაში და აქ სიტუაცია ცოტა არაერიო სამკუთხით. ნუ იქნება სულ სწრაფი და ცოტა ფრთხილად იყოს, იმიტომ რომ აქაც პარტნიორული კრიტიკის ქარცაცხი შეიძლება მოხდეს დრო და ესეც შეიძლება გახდეს კონფლიქტების მიზეზი და ცოტა მეტი ტაქტი იმ 3 დღის განმავლობაში უნდა გამოავლოს. მშვილდოსანს აქ ძალიან კარგი პერიოდი აქვს თლიანობაში, ენერგო ტონუსი მაღალი, მოიტატი მდგრადი, ემოციურად სტაბილური, ოპტიმისტი და კარგი პედაგოგიური მონაცემები. აქ დიდი სურვილი შინაგანი თან, რომ გადასცეს თავის ცოდნა, ინფორმაცია, ახალგაზრდა თაობას მათ შორის გაუზიაროს თავისი იდეები და ამ ხრივ ძალიან კარგია. ამიტომ პროექტები, იდეები ძალიან საინტერესო აქტიურად შეიძლება ჩაერთოს საქველმოქმედო საქმეებში და აქციებშიც კი მრავალფეროვანი შეხვედრების, მოლაპარაკებების, ახალი ცოდნის მიღების, პარტნიორული თანამშრომლობისთვის გადასწარევი პერიოდია. აქ შეიძლება გაუმჯობესოს ბევრ ადამიანთან, თავშეულ დებთან, ძმებთან, მეზობლებთან, მეგობრებთან ურთიერთობები. ეს ყველაფერი კარგია, უდავოდ, მაგრამ 3 დღე მაინც ითხოვს ყურადღებას. პარასკევი, შაბათი, კვირა. რა შეიძლება აქ მოხდეს? წყალქვეშა დინება. აქ შეიძლება აერიო სიტუაცია სამუშაო ჯგუფში. იმიტომ რომ აღმოჩნდება, რომ აბსოლუტურად სხვადასხვა აზრზეა ესა თუ ის ჯგუფის წევრი. და ამან შეიძლება ინტერესთა დატაკება მოახდინოს ერთი და მეორე, კარგად გაიაზრეთ, რამდენად შესაძლებელია თქვენი გრანდიოზული იდეები, რომელიც აქ გაქვთ და რომელიც განხორციელებას აპირებთ. იმას თუ რა შესაძლებლობები გაქვთ, გინდ ფინანსური, გინდ ფიზიკური რესურსების კუთხით. სამწუხაროდ შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ეს ერთი მეორეს არ შეესაბამება. ამიტომ შეიძლება გახდეს წარმატებების მიზეზი, ამიტომ კარგად განსაზღვრეთ, რამდენად შეგიძლიათ ამ იდეის განხორციელება, რომელიც გაქვთ აქ წარმოქმნილი. აი 3 დღე არ იყოს აქ, ასე ვთქვათ, პრობლემური ამ კუთხით. თხისკას რაც შეეხება თხისკას აქ რეფორმაციის პერიოდი, განსაკუთრებული სურვილი აქვს რაღაცა შეცვალოს თავის ცხოვრებაში და ტრანსფორმაციის დრო არ არის ცუდი, იმიტომ რომ ის ბალასტი, რომელიც უშლის ხელს ადამიანების კუთხით, ან დაუშვათ საქმიანი ან სხვა კუთხით, ეს ყველაფერი შეუძლია შეცვალოს. ეხლა აი ახალი ურთიერთობები ჩამოყალიბოს, საინტერესო ადამიანები გაიცნოს, ზეთან რომელიც იზიარებენ აბსოლუტურად მის იდეებს და აქედან გამომდინარე ეს არის გარკვეული მისთვის სასიკეთო მომავლის ცვლილებების პერიოდი, მაგრამ ენერგოტონუსი ცოტა დაბალია. მიუხედავად იმისა, რომ საქმე მაინც ითხოვს მისგან შესაბამის ძალისხმევას, მაინც გადაღლის გადატვირთვის გარეშე თუ იმუშავებს, ნაკლებ შეცდომებს დაუშვებს. მაგრამ შეცდომები რასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული ფინანსებთან. ამიტომ პირველ რიგში ჯერ შეიძლება იყოს კრიტიკის ქარცელში მათ შორის პარტნიორების მხრიდან ერთი და აქ საჭირო არასიხისტე და სიჯუტის გამოვლენა, არამედ ცოტა მეტი დიპლომატია და მეორე აქ ფინანსური ზედმეტი ხარჯი არ არის სასურველი. აი 3 დღეში
პარასკევი, შაბათი, კვირა, არავით არის კაპიტალ დაბანდებები და ზარმათი საყრელები. აი მას მეაქციას ყურადღება. ეხლა რაც შეეხება მერწყულს, აი მერწყულს ყველაფერი გამოსდის. ყველაზე იღბლიანია, იმიტომ რომ მთელი აღლუმი აქვს უკვე პლანეტებისა და ყველაფერი გამოსდის, წარმატებულია საყოველთაო ყურადღების ცენტრში ხდება. ხო, გონება, მაგრამ ეხლა უყურე წყალქვეშა დინება რაც უთავს, თუ წვიანად არ იქნება და გონება მახვილია, კრეატიულია, ყველაფერი აქვს, ხო, ყველა შანსი, ბიზნესი, ფინანსები, ყველაფერი, მაგრამ აი სამი დღე უნდა იყოს თხილად, რატო? ყველაფერი რომ გამოსდის და ყველა რომ მისით აღფრთოვანებულია, შეიძლება თავს შეუვარდეს. და მანაც ვერ განსაზღვროს ის იდეები, პროექტები, რომელიც აქვს გრანდიოზული, რამდენად შეესატყვება იმ რესურსებს, რომელიც აქვს ეს ერთი, იმიტომ რომ ფანტაზიებში გადადის. ზედმეტად ფანტაზიორობს და რეალობას ნაკლებად აფასებს. ამიტომ რეალობა შეიძლება აღმოჩნდეს აბსოლუტურად სხვა და დაუნგრიოს ის ფანტაზიები. ეს ერთი და ამის შედეგად შეიძლება მოხდეს ახლობლების და პარტნიორების ქარცეცხლში კრიტიკისა. რამაც შეიძლება ძალიან დაუძაბოს ურთიერთობა როგორც სახში, ასევე სამსახურში. აი სამი დღე იყოს თხილად. ფანტაზიებს ნუაყვება და ცოტა პრაგმატულად იაზროვნოს. და რაც შეეხება თევზებს, ასე უკვე ყველაზე რთული პერიოდი აქვს ახლა თევზებს, იმიტომ რომ ეს დაბადების წინა პერიოდი, ერგოტონუსი, იმუნიტეტი აქვს ყველაზე დაბალი. ეცაით არ გაცივდეთ. თვალი არა ეგოთ, ენერგოდაბინძურების საფრთხე აქვს მაღალი. პლუს ფსიქოემოციურად ეს ნიშანი ისე რა, თლად სტაბილურად არ არის, მაგრამ რადგან დედამიწა პოზიტიურ ენერგოველში ეს თევზებსაც ძალიან ეხმარება. მაგრამ მაინც გახსოვდეთ, ფარული მტრები, ჭორები, ინტრიგები, თქვენ ზურგს უკან მოშურნეების მოქმედება მაღალია. ამიტომ აქ არაფერი ახალი მნიშვნელოვანი გრანდიოზული სარისკო არ დაიწყო. თუ რაღაც საკითხია მოსაგვარებელი, ისევ პარასკევამდე ჯობია და აი სამი დღე პარასკევი, შაბათი, კვირა. შვიდად გაიარეთ, მეტი იუმორი, მეტი დიპლომატია, მეტი შემოქმედება, მეტი ხელოვნებასთან ურთიერთობა, რაც შეიძლება შვიდად, არავით არის საქმის გარჩევა, არავით არის ცუდი აზრის გაელვება და არავით არ დეპრესიაზე დამოკიდებულება. მაშინ ყველაფერი იქნება კარგად. კეთილი, ვინც გაფრთხილებულია, ის შეიარაღებულია, გამოიყენეთ ეს ინფორმაცია, შევთანხმდით და შევჯერდით მე მგონი იმაზე, რომ 10-ში, ანუ შაბათს არის აღმოსავლური ჩინური ახალი წელი. აღმოსავლური ასტროლოგიით დრაკონის, ხისტიქის, მწვანე ფერის დრაკონის წელიწადი იწყება. კი ბატონო, აღნიშნეთ, ოღონდ არ დაგავწოთ, რომ იქვე არის ახალი მთვარეც და შეიძლება ემოციური, ესე ვთქვათ, ფონი იყოს და ცოტა ასე ვთქვათ, დაუწიეთ პარს, შეიძლება ითქვას, გამოგადგებათ თქვენთვის უკეთესი იქნება. ორშაბათს ისევ შევხვდებით ერთმანეთს და ისევ ამ ფორმატში გავარკვევთ, როგორი კვირა გვექნება თითოეულ ნიშანს. დროებით.